ახლა ვიმყოფებით კემბრიჯის უნივერსიტეტში და არ შემიძლია პირველი არ თქვა ის რომ აქ ყოფნა იწვევს საოცარ ნოსტალგიას 7 წყნარი საუნივერსიტეტო ცხოვრების ჩემ თავსაც და ყველა პოლიტიკოსაც უსურვებ მალე გამომკლავდეს მიცემულ პირობებს ხალხთან და ასეთ გარემოში გააგრძელოს საქმიანობა. დღეს ძალიან საინტერესო შეხვედრა გქონდა ძალიან მრავალფეროვან საზოგადოებასთან კემბრიჯის უნივერსიტეტში თავი მოიყარეს საქართველოს დაინტერესებულმა მკვლევარებმა, პროფესორებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ყოფილმა დიპლომატებმა, აქ იყვნენ საქართველოს ყოფილი ელჩები, მათ შორის ქალბატონი ჯუდითი, რომელიც სულ ცოტა ხანში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიკავებს აღმოსავლეთ ევროპის მიმართულების დირექტორის პოსტს. ასე რომ ჩვენი საუბრები იყო ძალიან კონკრეტული იმ გამოწვევებზე, რომელიც არის ქვეყანაში და რეგიონში. მათ მოახსენე და პირდაპირ ყველა იმ თემაზე, რომელიც მათ აინტერესებდათ, თუ რა არის საქართველოს ახალი მთავრობის პოლიტიკა, როგორ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობები. იყო ძალიან ნაყოფიერი, ურთიერთსასარგებლო შეხვედრა, მე ვიტყოდი. ერთი საყურადღებო დეტალი არის ის, რომ ძალიან ბევრმა დამსწრემ გამოთქვა სურვილი იმისა, რომ მეტი იყოს ასეთი შეხვედრები და საქართველოს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები მეტად იყვნენ ჩართული საერთაშორისო დონეზე ჩვენი პოლიტიკის, ჩვენი პრიორიტეტების თაობაზე საუბრებში, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაძლიერებთ.